დამლაგებლების ჩხუბი ობიექტის გამო. ქალო ისე, მართლა რამდენი ფული ქონია ამ ბაითის ბეპატრონეს? ნაგავიც კი მდიდრული ქონდა, გარეთ რო გავედი, სულ ბაგეტის ნამცეცები ყრია, ქალო. თამილ შენ სეიფები არ გინახავს თორე მაგას არ იტყოდი, მაგრამ შენ ბაგეტების ნამცეცების და პრიუსების მეტი არაფერი გაინტერესებს რა. რა გინდა ეხლა? რა მინდა კი არა. კაროჩე ნერვები მაქვს მაგარი მოშლილი რა. იმენა ყველა ფული იშოვა ჩვენს გარდა რა. აუ როგორ მინდა რომ კიბერსფერო ავითვისო მაგრად თან. აი ამ დამპალ ცელულიტების გროას ეგრევე სარეცხის მანქანად დავაპროგრამებდი. კარს პირის ადგილას გაუკეთებდი. და ეს ჩვენი დამპალი გამოყენებული ტილოები მინდა რომ აი ესე რიგრიგობით შევყარო ამ ნელით გარდაქმნილ სარეცხის მანქანაში. მერე 1400 ბრუნზე დავაყენო. იტრიანოს კარგად. და რავი რა. მშრალი რეცხვის რეჟიმზე იყო ჩართული. ზენა დღეს რა ხჭირს? ვაფშე ხოძე არა ხარ. უფრო კაი ფანტაზიის უნარი ქონა. რა დაგემართა? დაჯექი მოდი რაღაც არ მომწუხარ, აბა დაჯექი. ხო, მართალი ხარ, რაღაცა ვერავარ ხოძე რა. გუნებაზე ვერავარ რა თვითონ რა. რატო იქნება ხოძე და გუნებაზე? ნელი არ შემოსულა და ძირეიდინა არ უთქვამს და მომეცი რა. მაგარი ხარ თავისი. ოე, ფორდ ჰიბრიდ. შენ ვინმეში ხوار გენშლები, გოგო? შენ ხო არ გინდა იქ დამპალი კაბილები ამოგაცალო და მეოთხე თაობის პრიუსის წამპალი ელემენტები დაგიყენო. რა უნდა ქალ ლითიუმები და ამასრულებინე. ლითიუმები. რა უნდა? ეგეთიც არაფერი მithams. ოე, ფუჭყებო. რა შვრებით ეხლა საჭმელო თუალაგებს ვერ გავიგე რა ხმაური. აი მე ჩემო ფერია ძალიან მომენატრე. აჩა მეხუტები? მეწადი ქალო იქით რა უნდა ჩაგეხუტო ქიმიური ნივთიერებებით გაქვს ამოვსებული ეგ ორგანიზმი. წადი იქით არ მომეკარო. გამოდი აქე დაალაგე დროზე. ხალბატონონელი, ისე ესეთი შიკარნი ბაითი საიდან დაითრიეთ, ჰა? ვაი. მადონა. ხო. მომისმინე ეხლა შენ. მე ყოველთვის გისმენთ. სული გავყიდე იმისთვის რომ ეს ბაითი დამეთრია, გაიგე? 59 წლიანი ტენდერი მოვიგე და მეტი არ მინდა ეხლა რომ აქ რაღაც არეულობა დამახვედროთ. ხო, ჩვენ მაგწრობამდე ვერც მოხვათ, ვერც იცოცხლებთ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ვიცოცხლებ, იმიტომ რომ კაი გენეტიკა მაქვს და ვარდივით გაფურჩკნული ქალი ვარ. დაალაგეთ, მიდით, რას მიყურებ, შევთვის ვლაპარაკობ მე. აი, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლობ ხალხო, რომ შემოვალიცოდე დაწყრიანებული იყოს. გაიცი? მიდი, ფერია, მიდი, გაცილებ. ვიცი ისედაც რომ ფერია ვარ, ჩემი თავმოყარეობის ამბავი ხო არ დაგვიწყებიათ. როგორ ფლეზის ხება ეს დამპალი სულის მყრახაც აყროლებული არსება. როგორ მინდა ერთხელაც ჩაძინებულზე გამდიდრებული ურანი თავქვეშ ამოვუდო და გაღვიძებისას ნახევარი თავი დამდნარი კონდეს. როგორ მინდა მერე მიქსერით ეს დამდნარი თავი ლამაზად დავთქვიფო. საწრუპი ჩავადო ესე ლამაზად და ესე ნელა შეიკივით მივირთვა. ვაუ, ქალო. აი ესეთი ზინა მიყვარს რა. ზინა is back. აბა რა. თუ will back თუ როგორც არის, აი ის უნდა დაუდო ურანი, ქალო, ჰა? აგაოხრებ ურანივით, იცოდე, მესმოდა ყველაფერი. რა დღეში ხარ შენ? ჩემზე იძახდი მაგას? არა, ნელიკო გამაფრინე. აბა ვინზე იძახდა? იმაზე, ხალო, რა გქცევი? ისე? მიდით ეხლა დაალაგეთ, ნუ მიზეზობ ხოლმე რა. მოდი შემოდი ეხლა და დაიწყე დაალაგება, იცოდე საღამოს შემოვალ და შევამოწმებ როგორ იმუშავა. ახლა ხალბატონო თამრო. ერთი წუთით რა ხდება აქ ვერ გავიგე. ჩემს სამფლობელოში შენ რა გინდა ერთი? თქვენ ვინა ხართ? რა ხია ვინა ვარ? ვინა ხარ, ქალო? შენ თვითონ ვინა ხარ, ხო? ვინა ვარ და თამრო ვარ თუთაბერიძე, მფლობელი კლეარ თაუნისა და მე პატრონე ორი მონისა. ეს ვარიკოზული ვენებით გამოტეხნილი ფეხები არავის არ მოჭამო თამრო თუთაბერიძე. ხო მაგრად უთხარი ქალებო. ვისთან ახარ შინო?
გამოდი ერთი აქეთ. შენი არავის ეშინია, რაღაცა გაბღენძილო ქალო შენ. ერთი წუთით მომისმინეთ რა. თქვენ ეთყობა ჯერ კიდე ვერ ხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. მე ვარ თამრო თუთაბერიძე. მეცახელად მკერდოვიჩი. და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, ვინც მე საქმე ამახია. ან თუ უცდია საქმის ახევა, აქეთ ამიხევია სახე და დომესტოსის დახმარებით მყარი სახიდან სითხეთ გადაქცეულა. ეხლა აქედან ნახვიეთ სანამ დრონებით დაგბომბეთ, გაიგეთ? ერთი წუთი ჩააქრე ქალო ეგ ემოცია. და გაიმეორე რა ვინუარო. მიდი. თამრო თუთაბერიძე, მეცახელად მკერდოვიჩი. ეს ზედმეტსახელი რას ნიშნავს? ანუ მკერდოვიჩით რას გვეუბნები რაო. მამა ჩემს ჰქონდა დიდი მკერდი და აი ესე შემარქვეს კლიჩკა. რამე პრობლემაა? კერდოვიჩი. აი ხლა მომისმინე. მე ვარ ნელი ჩივჩიური და ამბაიც ვალაგებ მე. და მარტო ამას კი არა, ვისაც ჩვენი დანგრეული არ მოწოს და იმის დალაგებული რო ამბობენ. აი, ხო გაგიგია? აი მაგასაც ვალაგებ. აი იცი რა ჩვენ Cleartown-ს არ გვაინტერესებს ანდაზები. დაალაგე გოგო შენ დაიწყე. თამრო. ხო. დაგწვა ვიცოდე. რაზიზა? დაგწვავ. სარაცხივით დაგრეხავ, ხალო. მიდინელი. დომესტოს ჩაგისხავ მუცელში და ავაკაფე. მაგარი ხარ. სველი სარაცხივით გაგწურავ, ხალო. პერსას რუთ შეგიწოვებ ტვერთან ერთად. გლადებს ამოგიპილასოსებ, ხალო. აუ შენ გაჩერდი რა. ქალებო, აქ სისხლი დაიღვრება. აუ ეხლა ქალბატონო ეგ არ მომაწმენდინოთ. მიდი კაცო. აი ხა ჩაალაგეთ ბარგი და მართლა ახვიეთ აქედან რა. არა, ერთი რაღაცა უნდა მოვილაპარაკოთ. ალაგე. მადონა, სად მიდიხარ, ქალო? რავი ახვიეთო და ავახვიე ჩანთაში ყველაფერი ძვირფასი რაც იყო მოსაპარი ჩავდე და რავი ახვიეთო და ავახვიე. კარგი ქალო. მოიცა ქალო, ამოალაგე ეხლა დროზე ეხლა სად მიდიხარ ვერ გავიგე. არა სწორ შვება რა დაუჯერეთ. ჩაალაგეთ აბარგდით და გაბარგდით აქედან ეხლა აი ნიკო რა შეგვჩება ეხლა. ერთი წუთით. სტოპ, ორ წუთიანი თათმირი ჭირდება ჩემ გულს. ერთ წუთში შეგეხმიანები. მიდი ჩავფრთხა. ქალებო, ნერვიულობ მიცახცახებს ყველაფერი რა გავაკეთოთ? ნელი, ჩვენ აქ ავართ, ნუ ნერვიულობ ნურაფეზე. მოკლედ გეგმა ბ არსებობს. რომელი? დავიჭერთ აი ამ დამპალ ხალს, გავკოჭავთ, გამოვხადროთ ყველაფერი და გამოფიტოთ ყველაფერი, გამოვაცალოთ წელები. კაიო. მე კიდე რამე დავამატოთ? კი. ეხლა რა შეიძლება კიდე? ისა ქალო. ქალო. ესე რომ გავაკეთოთ წელების მაგროთ ხსნარები რომ ჩავასხათ და რომ გავკეროთ? უიმე. ძალიან მაგარი ხარ შენც. უცად ქალებო, ესე უცებ რანერად მოხაზეთ ეს გეგმა? ანუ არა, ესე უცებ არა, რამდენიმე თვეა ჩვენ ამ გეგმაზე ვმუშაობთ. უბრალოდ სხვა დამპალ ცელულიტების გროვა ნაბ***ს ეკუთვნოდა ეს. ო, ნაბ***ს ეკუთვნით, თუ ნაბ***ს ეკუთვნის, მაგრამ ეს ცოდო არ არის, რავია, ნელი, საქმეს ვიხედე და. მადონა, რა საფიქრობ, ქალო, რაზე ჩაფიქრებულ ხარ? ვითუნი ნელიკო. რა სითვლი? ორი თირკმელი, ერთი გული, ფილტვები, ანუ რაღაცა იყოს ნაღველიც გამოდგება, იქ ღვიძლი, მოკლედ $650,000 ორივე. $650,000. უბრალოდ ნაწილებად უნდა დავშალო. აუ ერთი წუთი შენ მოდი რა. მე? მოდი. მიდი, რისი თავი აქვს? დაცვა გააძლიერეთ მხარე. რა ხდება? შენ ვინა ხარ? ო, შენ ვინა ხარ? მე ვინა ვარ? ო. დომესტოსების დედოფალი. უნიტაზების ხეხვაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ქალი სახეხი და ქალი პოლის ჯოხი მადონა ჩიმაკაძე. აი ეგრე. ისა რა ეგონა.
ისე შენ კაი დაქეკილი ვინმე ჩანხარ და გადმოდი ჩემ ბრიგადაში. გადმოსვლა თუა, მე შემიძლია გადმოვიდე, ხოლმე პრიუს თუ მომცემთ. შენაირები მყავს არ მინდა. ჰა. 3 მაქს გადაგიხდი. დებიხარ, გაგიგე. 3 მაქს გადაგიხდი, რამდენსაც გიხდის და გადმოდი ჩემთან. ჰა. 3 მაქს გადამიხდი? კაო, შენ გონია მე მოჭრილ ხელფასზე ვმუშაობ ნელიკოსთან, ჰა? მე თითობინიდან იმდეს ვიღებ არც დაგესიზმრება. აქ ყველა კარა და სურპრიზებით არის. კაი, აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი. მანაც ოქროსფერი სურპრიზები და გადი. წვანი ქაღალდები. გაი, ეგ ალბათ. მოკლედ, ადექით და წადით ახლა მიხვდით რა, ეს არის ჩვენი ობიექტი და ჩვენ ვალაგებთ. გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ. რაღაცა არ გესმით, მე მგონი თქვენ ნორმალური გაგარაკეთ. მიაყენე, ნეტა ერთი რას ალაგებს, საკუთარი ცხოვრება ვერ დაგილაგებია, შეუმაქნისო შენა. რა საკუთარი ცხოვრება ვერ დაგილაგებია? რა, ხუთჯერ გათხოვდი და ხუთივეჯერ ქმარი გაგექცა ერთი, შენ მე მასწავლი? იცნობ ნელიკო? როგორ არ ვიცნობ? იმიტომ გამექცა რომ ხასიათით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, თორე. ხასიათით კი ვერ შეეწყვე, გალო, სახს არ ალაგებდი და ბიძური ქალი ხარ. ჩემზე ამბობ ხო, შენზე ვამბობ. ჩემზე ამბობ შე ბეწვიანო ქალო შენ? ა? ზამთარ ზაფხულ ერთი და იგივეს ბეწვი რო გაცვია, კავკასიური ნაგაზივით. წადი ქალო 10 რა გაიკეთე, რამე ცოფი არ გადავა. შენი ენა მოსრებული დედავატირე, შენ თუ ვერ მოსწავლ. გაგიგია, კაკალო. ერთი წუთი დიფინო წიხლის ქვეშ მართლა. ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს. უკარგად უთხარი, ხო კარგად უთხარი. მაგარი ხარ. ხართ. ხაგაგი. რა? გაუშვი. სად გაუშვი? შენი ცოლი გუდაურში? ვაიმე. ამ ზაფხულში გუდაურში რატო გაუშვი? რამეს არ მიხვდეს ბიჭო? მე უნდა წამიყვანო ზღვაზე. რატო? კუპანიკებში გინდა ვნახო ბიჭო. შიშველი. ძიკი პლაჟზე მიყავარ ბიჭო. კარგი აქ დავალაგებ ახლა ამ ობიექტს და მე ჩვენი ურთიერთობაც დავალაგოთ. კაი, მეც მეყვარხარ. კაი, ჩემ გოგიზია მართლა ლაპარაკი. გოგის ელაპარაკება. რა ხდება, ვერ გავიგე. შენი ფანტაზიური კარგი გოგი, სადახარ მოდი აქ, მომეხმარე. შეახვარო შენ. ცხოველები ხარ თუ ვინახარ თქვენ? ხელი არ მომკიდო. ხელი არ მომადო. მიდი გაყე. ტილოები წამოიღე, ბატონო. წამოიღე, ქალო, წამოიღე. მათხოვარი ეს. აუ ნელიკო, იმენა მაგრა შეუსრულე რა. იმენა ჩემი თავი მეგონე უცბად რა. რაღაცეებს მე მაგრამ ვილაპარაკებდი, მაგრამ აი იყოს მჩიო. ქალებო. აი ხლა სუმაკანკალებს ემოციურად. მართლა დიდი მადლობა რა. თქვენ ვარ ყოფილიყავით არ ვიცი. აი ამ თანადგომას მართლა დაგიფასებთ. ამიტომ მოდი დღეს ტუალეტი არ ჩახეხოთ. მარტო ფარდები და რეცხეთ და ისე წადით სახლებში. რაღაცნაირად. არა მართალი არის მამა ჩემი რა, რასაც მეუბნეო და მთელი ცხოვრება რა. მოსაკლავი აკვანშივე უნდა მოიკლას რა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.